ჩვენ უნდა გავიაზროთ მეტნაკლებად როგორც შეგვიძლია ვინ ვართ, თუ ქრისტიანობაზე გვაქვს პრეტენზია, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და ამავე დროს რა მდგომარეობაში ვართ და ეს იმხელა კონტრასტს დაგვანახებს, ვინ ვარ როგორც ქრისტიანი მოწოდებული რისთვის ვარ და სინამდვილეში ობიექტურად რა ვარ, ეს იმხელა კონტრასტია, რომ ამ კონტრასტმა უნდა არ მომცეს საშუალება მივიძინო და დავისვენო. ეს ძალიან კარგად ჩანს, განსაკუთრებულად ეს ჩანს ლოცვის დროს, აი გონების მიერ ლოცვასაც უწოდებთ, როცა აი არაფრით არ გემორჩილება საკუთარი თავი. პირიქით ის გაურბის ლოცვას და ფიზიკურად იტანჯება ლამის ხანდახან ჩვენი სხეულიც კი, როცა ადამიანი თქვა ცდილობს, რომ ქრისტესთან იმყოფებოდეს საკუთარ თავში. გვეწინააღმდეგება, ხელს გვიშლის. და ეს კონტრასტი ჩვენთვის უნდა იყოს კიდევ ვიმეორებ გამოსაფხიზლებელი, გახსოვთ ხო ეს დავით მეფსალმუნეს ეს საოცარი სიტყვები, რომ როგორ ამბობს იგი, რომ არ მივცემ საკუთარ თავს დასვენების და დაძინების თვალის დახუჭის უფლებასაც კი არ მივცემ, სანამ არ ვიპოვ იმ ადგილს, სადაც უფალი განისვენებს. ანუ ფაქტობრივად გულზეა საუბარი, იქ ჩაღწევას საოცრად სიმბოლურად და წინასწარმეტყველურად გადმოგცემს დავით მეფსალმუნე ისიქასტურ მდგომარეობას, როცა ადამიანი მემკვიდრეობით 8 წელშია და ცდილობს საკუთარ თავში, იცის რომ საკუთარ თავშია, მაგრამ უნდა რომ იმ ადგილს მიაგნოს, ხო? და არ აძლევს საკუთარ თავს დასვენების და განსვენების მოშვების უფლებას. რატო არ აძლევს? კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ რწმენით ვიცი ვინ ვარ, რწმენით ვიცი ვინ ვარ და რა პასუხისგებლობა მაკისრია. და ამავე დროს ობიექტურად ხედავ, რასაც წარმოვადგენ და ეს კონტრასტი ჩემში ამბოხს უნდა ბადებდეს, რა თქმა უნდა, არავინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამიტომაც თუ ჩვენ ასე შევხედავთ საკუთარ თავს და საკუთარ მდგომარეობას, აღარ გაგვიკვირდება ეს ძალიან ხისტი სიტყვები, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ, გახსოვს, რომ უკეთო მარჯვენა ხელი გასტუნებდეს, ფეხი გასტუნებდეს, უკეთო თვალი შენი გასტუნებდეს, ამოიღეო და უმჯობეს არსებო ერთი თვალით შეხვიდე სასუფეველში, ვიდრე ესე იგი გენიაში აღმოჩნდე, ანუ ჯოჯოხეთში ფაქტურად აღმოჩნდე, სადაც ცეცხლი უშრეტია, სადაც მატლი არა დაესრულების და ცეცხლი არა დასჭტების. გასაგებია, რომ აქ პირდაპირ თვალის ამოთხრაზე და ხელის მოკვეთაზე და ფეხის მოკვეთაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ძვირფას საგანზე, მოვლენაზე, მეგობარზე, მიდრეკილებებზე, თვისებებზე, თუნდაც ნიჭიერებებზე. ბევრ ამაზე, ანუ რაც ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ ის ძვირფასი დადგა ჩემსა და ქრისტეს შუა. აი ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს.